ორი სიტყვით შევახსენებ ზოგადად დღევანდელ სასამართლო სისტემაზე დაიკითხა დაზარალებული ირაკლი გებუაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს საპროტესტო აქციის მიმდინარეობის შესახებ. აქციაზე საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მხრიდან გამიზნულად კონკრეტული ადმინისტრაციული სამთავროების ჩადენის თაობაზე და ასევე პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით. ასევე დღევანდელ სასამართლო სისტემაზე ირაკლი გებუაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ ცალსახად დადასტურდა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა ცალსახად დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან და სხვა რაიმე კონკრეტული мотивация არ არის. ზიანი რა დადგა შესაბამისად, ზიანი ჭირდება პასუხებ და შემდეგ თქვენ შეკითხვასაც აუცილებლად. არ გავიგეთ რა ზიანი რა არის? რა გაიგეთ ჯერ ამიგოს და ხალხსმობლებს გავგანაგები პატუმში არის. რა შეიძლება დანაშაულს ჭირდება ზიანი. ზიანი ამდევნულად მიყვები, ყველა შეკითხვას უპასუხებ. რა შეიძლება თქვენ შეკითხვას აქვეც ღონისძიების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კი ბატონო, საფრთხე, რომლის გამოც დღევანდელ სასამართლო სხდომამდე მზია ამაღლობელი ჩემო პატიმრობაში ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც კონკრეტულად როგორ ასაბუთებს? როგორ ასაბუთებს? ასე საფრთხე ქალაქში და ქალაქში და გასაბუთების ვალდებულება თქვენ ამიტომ ქალაქში და საფრთხე და თუ იყვირებთ ვერ გავაგონებ დავასრულებ თუ შეიძლება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ეკუთვნება არა აბსტრაქტულ არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რაც უშუალოდ მზია ამაღლებელმა განახორციელა მის დაკავებამდე, როდესაც გათავისუფლდა და გათავისუფლებული დაგვისაბუთეთ და არა დაგვისაბუთეთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? ზემოქმედების ზომა ვერანაირი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? ბატონო თორნიკე ეს ბუნებრივია მიუთითებს ბრალდებულის და მსგავსი ქმედების ჩადენის რა შეიძლება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? დაზარალებულის ირაკლი გებუაძის ჩვენების ამ ნაწილს ეს რო შევაფასოთ, სწორად ბრძანებთ მან განმარტა რომ მის ინტერესში და მისი პირადი ინტერესი არ არის რომ მზია ამაღლობელი იყოს პატიმრობაში და არათუ ირაკლი გებუაძის არამედ არც არავის პირადი ინტერესში არ შედის. არც ჩემს გეტყვით მაგალითად არც ჩემს ინტერესში არ შედის და არავის ინტერესში არ შედის არავის პატიმრობაში ყოფნა. არათუ მზია ამაღლობელის. მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო ბატონო თორნიკე? ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ეკუთვნება კონკრეტულ გარემოებას. ის გარემოება რომ ირაკლი გებუაძე განმარტავს რომ უშუალოდ თავად არ გრძნობს საფრთხეს კონკრეტულად მზია ამაღლობელის მხრიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის აი თქვენ ხართ საფრთხეო პროკურორის გეუბნებიან, ამას გაიქნებოდა თქვენი პასუხი. დაზარალებული დადება ამაღლობელის პროკურორი კი არა. გებუაძე პროკურორი დადება, მიკროფონი სახელმწიფო ბრალდება ხო არის ვალდებული. აი ის რატო დაკავთ დარბაზიდან მოქალაქე? მას აქვს უფლება რომ დაუსვენოს. გებუაძე ასევე ისიც განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მას მზია ამაღლობელის კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გაუჟღერებია, ის ამ პროცესების განმავლობაში ისე გამოჩნდა, რომ კანონდარღვევად არ მიიჩნევს თავის ქმედებას, ასევე მისი წინარე ქმედებები, მისი გათავისუფლების ფაქტი და აქეთ არის სულ რამდენიმე წუთში ზიანი ქმედების ჩადენა ცალსახად მიუთითებს, რომ ახალი დანაშაულის, ანუ მსგავს დანაშაულზე არის აქ საუბარი და არა ზოგადად დანაშაულის ჩადენის. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რა არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე? ხო, აი ზუსტად მაგ წამიერი ტკივილი განვიცადაო, ანუ დანაშაულ სისხლის სამართლის დანაშაულს რო ჩაითვალოს, ზიანი ხომ უნდა იყოს. წუთიერი ტკივილი განვიცადაო, განგრძობითი ტკივილიც არ ყოფილაო, თავად ირაკლი გებუაძე ამბობს ამას და ეს სიცოცხლეც იყო წუთიერი. არის თუ არა სასამართლოს პრაქტიკა, როცა სასამართლო თქვა, რომ პოლიციაზე ბოთლის ჩარტყვა ბათუმის შემთხვევაში, თქვა რომ ეს არ იყო პოლიციაზე თავდასხმა. ამ შემთხვევაში სასამართლო თქვა რომ ეს არ იყო თავდასხმა. რაც შეიძლება ეს ჩაქცევები ქონა მოქალაქეს პოლიციას უბრალოდ ბოთლის თავში ჩარტყვის შემდეგ. ასევე როცა საზოგადოების არეში ამოარტყეს პოლიციელს ფეხი და ასევე არაერთი ხელკედებით ცემეს ასევე პოლიციას. გავიდე. 353 პრიმამუხლის პირველი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი რომ ბრალდებულის ქმედებას შედეგად მოყვეს კონკრეტული დაზიანებები და ჯანმრთელობის ხელს. ეს ქმედება, მსგავსი ქმედება, მსგავსი შედეგით ქმედება გათვალისწინებული ამაღლების მეორე ნაწილი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უთუარად დადგენილი არის, რომ ბრალდებულმა
ბრალდებულმა პოლიცielis სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განახორციელა ძალადობრივი ქმედება პოლიციელთან მიმართებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ეს ფიზიკური ტკივილი რამდენ ხანს გაგრძელდა და ამას მოხდა თუ არა არსებითი ზიანი ჯანმრთელობისთვის. ამას პირველი ნაწილი, ამ მუხლის პირველი ნაწილი, რაც წარდგენილი აქვს. ანუ სამართლის ზოგადად წესი ყო არის რომ ზიანი უნდა განიცადოს ბატონო თორნიკა და ზიანი რა დადა? ფიზიკური ზიანი გამოიხატა ფიზიკური ტკივილში. არა ზიანი, თქვენ გქონდა ამ ზიანი ეს თვალისწინებს სამართლის პასუხისმგებლობა. დიახ. პრაქტიკაში პორტფოლიოზე მაშინ რაც თქვა. არა, ეს სხვა გადაწყვეტილება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას მოგაგზავნით. რა მოგვაწოდოთ ეხლა საზოგადოება გიხურებთ თქვენ გაიცით პასუხი. ვერცერთ პასუხს საზოგადოებაში მითხოვს და ეს ძალიან საკითხია. მიკორძებული პროკურორი დამდები, ეს არის ჩემი აზრი. მიკორძებული პროკურორი. ეს პროკურორი თორნიკა შედი რა რომელსაც არ უპასუხა პრაქტიკულად ჩვენს არც ერთ შეკითხვას ისე როგორც პოლიციელები არ იმახსოვრეთ და პარლამენტში